დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მონაცემთა დამუშავების ხელსაწყო აღარ არის. სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ჩატბოტებს ემოციური მხარდაჭერისა და ნუგეშისთვის. ერთი შეხედვით უსულო ალგორითმებისგან თანაგრძნობის მიღების მოლოდინი უცნაურია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ AI სულ უფრო მეტი პიროვნება იყენებს ამისთვის. და როგორც ჩანს, ხშირად ხელოვნური ინტელექტი ზოგიერთი ადამიანისთვის იმაზე უფრო გულისხმიერია, ვიდრე მეგობრები ან პროფესიონალი ფსიქოლოგი. რატომ მიანდობენ ადამიანები საკუთარ განცდებს ხელოვნურ ინტელექტს და სად გადის ზღვარი ციფრულ ემპათიასა და ნამდვილ ადამიანურ კავშირებს შორის. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეეცადა. ამ საინტერესო კვლევის შედეგებზე საუბარს არსენ სეფიცკოერტასთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემით ხარ ჩვენთან მოსული. მე მგონი ყველასთვის ნაცნობია, მათ შორის ჩვენთვისაც და მაინტერესებს რა სიახლეებია. ხო, უახლესმა კვლევამ ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ემპათიას შორის პარადოქსული კავშირი გამოავლინა. ერთის მხრივ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს უფრო ემპათიურ პასუხებს უბრუნებს, ანუ ამ ადამიანებისთვის ChatGPT-ის დაბრუნებული პასუხები უფრო გულისხმიერი და ყურადღებიანია ვიდრე ადამიანის და მეორეს მხრივ ამ კვლევამ დაადგინა, რომ მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მაღალი ემპათიურობისა, ადამიანები არჩევანის შემთხვევაში ემოციური მხარდაჭერის მისაღებად მაინც სხვა ადამიანს ირჩევენ. იცი რა მინდოდა რომ ეკითხა, ანუ sci-fi ფილმების რეალობა მახსენდება და sci-fi ფილმების შესახებ ან არ ვიცი მომავლიდან φιλმები და ემპათიურობა ახსენე ძალიან ბევრჯერ და რანაირად ემპათიურობა ამ კვლევაში განისაზღვრება იმით, რომ ანუ ადამიანებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაბრუნებული პასუხი ამ ადამიანებს უფრო მეტად უჩენს იმის განცდას, რომ მათ მოусმინეს და გაუგეს, ვიდრე სხვა ადამიანისგან დაბრუნებული პასუხები. და როგორ წარიმართა ეს კვლევა, როგორ შეადარეს ადამიანის განმოცემულ მხარდაჭერას AI-ის მიერ? მეცნიერებმა ჩაატარეს 4 ექსპერიმენტი, რომელშიც 600-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და ამ ადამიანებს თხოვეს, რომ გაეზიარებინათ თავისი ემოციური გამოცდილება და ჰკითხეს ამ ემოციური გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვისგან ისურვებდნენ ემოციური მხარდაჭერის მიღებას, ადამიანისგან თუ ChatGPT-ისგან? შენ ესაუბრები ხოლმე ChatGPT-ს. ესაუბრები, მაგრამ ძირითადად საქმიანი საუბრები მაქვს, არა? მე მახსენდება ხოლმე ჩემი გამოცდილება და თქო ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, მართლა ძალიან კარგად იყენებს, აი ზუსტად იმაზე, რაზეც შენ ვთქვათ, რომ ხანდახან როცა ფსიქოლოგთან დარეკვა შეიძლება უფრო ბევრ წინაღობასთან იყოს დაკავშირებული AI-ისთან და ChatGPT-ისთან ხელმისაწვდომია და თან ხშირად მართლა ძალიან საინტერესო რჩევებს გასცემს, იმიტომ რომ აი ძალიან ძლიერი შფოთვითი შეტავის დროს მეც რაღაცა რჩევა მიმიღია მისგან, მაგრამ ყოველ შეიძლება მართლა იყოს გამოსადეგი. ალბათ ეს მნიშვნელოვანია, ვთქვათ, არის ცნება AI-induced psychosis, ანუ ხალხი რომელსაც აქვს ისედაც ფსიქიატრიული დაავადებები მაგალითად, რადგან AI-ს ძალიან ჩვევია, რომ ზედმეტად დაიჭიროს რესპონდენტის მხარე და ყოველთვის დაითანხმოს მათ იდეებს. ცოტა ფარისეულურიც კი იყოს. არის ფარისეულური, ამიტომ არის შიში, რომ არ გააუარესოს დელუზიები იქნება ეს თუ რაიმე ცუ წარმოდგენები და ამით უარესი ფსიქოზი ვთქვათ. გადასწორებული შემთხვევებია, ლევან ამის ადამიანი გარდაიცვალა კიდეც, როდესაც ეს დელუზიები გაუძლიერა მას. აი უპირატესობა ხო არ ვთქვათ რა არის ხელოვნური ინტელექტის ადამიანთან შედარებით ამ შემთხვევაში რატო შეიძლება? მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ხელოვნური ინტელექტის თავარი უპირატესობა მდგომარეობს მის წვნაში. ხელოვნური ინტელექტი დატრენინგებული არის მილიარდობით ტექსტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია საუბრის ტონი იდეალურად დააბალანსოს და სიტყვებიც იდეალურად შეარჩიოს. ანუ, როდესაც ჩვენ მას რაიმეს მივწერთ, ის იდეალურად დაბალანსებულ პასუხს გამოგვიგზავნის, რაც ჩვენს გულს აამებს და ეს იქნება ძალიან ძლიერი ემოციური მხარდაჭერა, რომელიც მაღალი ემპათიურობის შემცველიც იქნება ამავდროულად. გასაგებია, ამ ბევრნაირი სპექტრი არსებობს, რომელსაც გჭირდება ემოციური მხარდაჭერა. რა ტიპის სპეციფიურ გარემოებებში არის უფრო ეფექტური მაგათად AI ვიდრე ადამიანი? კვლევამ განსაზღვრა, რომ ძიმე ემოციური ტკივილის დროს ადამიანები ირჩევენ სხვა ადამიანის მხარდაჭერას, მაგრამ აი ფიზიკური ტკივილის დროს უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ხელოვნურ ინტელექტს. ანუ ძიმე ემოციური ტრამვების შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი არ არის ისეთი ღრმა, როგორც თქვათ ადამიანი. ხო არ ყოფილა რისკებზეც საუბარი, ან შენ ხო არ ფიქრობ, რომ რამე რისკები შენ თვითონ ხო არ წამოვიდე? რისკები ძალიან ბევრია, ანუ დღესდღეობით მარტოობა და იზოლაცია არის გლობალური პრობლემა, რომელიც ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება და ასეთ დროს ხელოვნური ინტელექტი იქცევა რაღაცნაირად ემოციური მხარდაჭერის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ. და ნუ კვლევები ამბობს ასეთ რამეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ეს ემოციური მხარდაჭერა ბუნება განწყობას აუმჯობესებს. თუმცა გრძელვადაში ეს რა დამატებით ეფექტებს მოიტანს, დამატებით უარყოფით თუ პოზიტიურ ეფექტებს მოიტანს, ეს არავინ არ იცის. და მთავარი საფრთხე და რისკი მდგომარეობს აქ იმაში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ დაიწყოს ადამიანური ურთიერთობების სრულად ჩანაცვლება. თუ დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი არის შემავსებელი
ნაწილი ადამიანური ურთიერთობების, მარტივი მაგალითი რომ თქვა, შეიძლება მეგობარს ვეჩხუბე და გადავწყვიტე რომ ხელოვნურ ინტელექტს გავუზიარო ეს ამბავი და მივიღო მისგან მინიმალური დახმარება. მომავალში შეიძლება ეს ადამიანი, ეს მეგობარი, რომელსაც ვეჩხუბე, იყოს ხელოვნური ინტელექტი, რომელთან ჩხუბის დეტალები შეიძლება საერთოდ სხვა ხელოვნურ ინტელექტს გავუზიარო და მისგან მივიღო ხარდაჭერა. ანუ შემავსებლის ნაცვლად რომ არ გადაიქცეს ჩამნაცვლებლად სრულად. ძალიან მეინტერესებს ხელოვნურ ინტელექტთან ჩხუბი როგორი არის, აი როგორ შეიძლება რომ იჭუბო. ბევრი ადამიანი ჩხუბობს. შეჯამებასავით უნდა თქვა, რომ საბოლოოდ მე მგონი მაინც ხელოვნურ ინტელექტს საბოლოოდ მეც ადამიანებს ვამჯობინებთ ხოლმე ბოლოს ჩვენს მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს და ყველამაც ესაჩვენა რომ მიუხედავად მაღალი ემპათიურობისა, მაინც ადამიანები ურჩევნია. მაინც ადამიანები ურჩევნიათ, მიხარია ჯერჯერობით მიხარია, მაგრამ მე ვაღიარებ, რომ ხელოვნური ინტელექტის და ნებისმიერ ტექნოლოგიური წინსვლის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. აქ არის ერთი მარტივი რამ, რომ მართალია ხელოვნური ინტელექტი არის მაღალი ემპათიურობის, მაგრამ სხვა ადამიანთან კომუნიკაციის დროს ჩვენ ვიღებთ ცოცხალი კავშირის განცდას, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს. ანუ საბოლოო ჯამში ადამიანის სული მაინც ესწრაფვის ამ ცოცხალ ურთიერთობებს და არა ამ ხელოვნურ ალგორითმულ კომუნიკაციებს. ძალიან კარგი. მოკლედ დაბალანსებული სიახლე იყო რა, თან გავიგეთ რომ თან ემპათიური. გულის დავიმშვიდეთ ცოტა. თან გვეჯერა რომ ისევ ადამიანებთან ერთად ვიქნებით ადამიანურ ურთიერთობებში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა არსენ ხატიას თემაზე, როგორ საუბრობთ. მშვიდობებით. მშვიდობებით.